ზეწოლა მწერლებზე დარბევა და ქონების ჩამორთმება. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ყოფილი ხელისუფლების პერიოდში მწერალთა სახლის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს. კომისიის წევრების შეკითხვებს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ უპასუხა. მოყოლა გონაშვილმა დეტალურად გაიხსენა თუ რა ფორმით ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება მწერალთა საზოგადოებას. რა ვითარებაში დაარბიეს მწერლების კუთვნილი შენობა და დაათმობინეს ბალანსზე არსებული ქონება. მოყოლა გონაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრთან გოკა გაბაშვილთან კომუნიკაციაზე ისაუბრა და განმარტა ქონების ჩამორთმების გარდა კიდევ რა იყო ყოფილი ხელისუფლებისგან მომდინარე ზეწოლის მიზანი. რიგით მე-18-ეს ხდომის დასრულების შემდეგ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ საქმიანობის ანგარიში დეპუტატებს წარუდგინა. ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადა 1 თვით 5 ივნისამდე გახანგრძლივდა. ვარდების მოსულმა ხელისუფლებამ მხოლოდ ეკლებიღა დატოვა. მაყვალა გონაშვილმა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ ხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მწერალთა კავშირის გარშემო განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად გაიხსენა. მისი განმარტებით მწერალთა კავშირის შევიწროება 2004 წლიდან დაიწყო და პიკს 2007 წლის 21 აგვისტოს მიაღწია, როდესაც გონაშვილის თქმით მწერალთა კავშირი ნიღბიანი სპეცრაზმელების საშუალებით შტურმით აიღეს და ჩაბლის 11 ნომერი დაატოვებინეს. მწერალთა კავშირის თავმჯდომარის შეფასებით, რაც კომუნისტებმა ვერ გაბედეს, დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ხელისუფლებამ გააკეთა. ყველაფერი კი მისი თქმით იმით დაიწყო, რომ ახალ ხელისუფლებას მწერლები ვარდებით და ტაშით არ დახვდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. მწერალთა კავშირში წერილი მიიღეს, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის შენობა ეკონომიკის სამინისტროსთვის უნდა გადაეცათ და მწერლებს შენობა დაეცალათ. გონაშვილის თქმით, ყველაზე შემზარავი სწორედ 2007 წლის 21 აგვისტოს ღამე იყო. სტრესი მის ჯანმრთელობაზე წაისახა და იმ დღის შემდეგ დიაბეტი დაუდგინდა. საბოლოოდ მაყვალა გონაშვილმა მწერლებთან ერთად მაჩაბლის 11 ნომერი დატოვა, რის შემდეგაც მწერალთა სახლი შეიქმნა, რომელსაც 2023 წლამდე ნატალ ლომოური ხელმძღვანელობდა და მწერალთა კავშირის შენობაში მწერლებს მხოლოდ საღამოების ჩატარების უფლება მისცეს. 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, რომ ალბათ ქურდებმა ყველაფერი ვიცოდი ვინ იყვნენ, მაგრამ თუ ამდენს გაბედავდნენ. გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი. ეს ორი, არ ვიცი, ეს თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. და შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან ჩავირბინეთ, ჩემი წიგნების დარდი ნაკლებად მქონდა და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს დიფთები. და მე შევეხვეწ, მეუბნები, რომ იცით, აი აქ კონსტანტინე გამსახურდია იჯდა, ამსკამს არ შეეხოთ, ამას არ შეეხოთ, აი ესე ვაფრთხილებ და პასუხი არ არის. ის რაც ვერ გაბედეს პირსისყრიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა. წაგვართვეს ყველაფერი. წაგვართვეს მაჩაბლის 11, რომელშიც ახლა ოლიმპიური კომიტეტია, გაგვიყიდეს პოლიკლინიკა, რომელიც მწერალთა კავშირის საკუთრება იყო. კომისიის წევრები დაინტერესდნენ მწერალთა კავშირის პრობლემის მოსაგვარებლად ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია მაშინდელ კულტურის მინისტრთან ან სხვა ოფიციალურ პირებთან. მაყვალა გონაშვილის თქმით, კულტურის სამინისტროსთან ყოველდღე იდგნენ და მინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ელოდნენ. მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დღევანდელ ხდომაზე კულტურის 3 მინისტრთან, მათ შორის გიორგი გაბაშვილთან პირადი საუბრის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, მწერალთა კავშირზე შეტევით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ქართველებისთვის ცნობიერების შეცვლა, ქონების მიტაცება და საზოგადოებაში შიშის დანერგვა უნდოდა. თქვენ თუ გქონდათ ან თქვენს რომელიმე კოლეგას მცდელობა, რომ შეხვედროდით მაშინდელ კულტურის მინისტრს? თითქმის ყოველდღე ვიდექით კულტურის სამინისტროს კართან და მახსოვს ერთხელ გოკამ პირად საუბარში თქვა, გოკა გაბაშვილმა, რომ ჩვენ ჩამორჩებით დროს, რადგან ვართ ფაშისტური ორგანიზაცია და სიტყვა ფაშიზმი ჩემთვის ისეთი მძიმე სიტყვა დღემდე და უკითხე რას ნიშნავს მეთქი და თქვენო ვერ გრძნობთო თანამედროვეების ნიავსო, თქვენო ზედმეტად გიყვართ სამშობლო. ნიკა რუნუამ გითხრა, რომ ჩვენ შემდეგში უკვე ეს იქნებოდა მწერლების
მისთვის ესახლი და გვექნებოდა რამდენიმე ოთახი. მთელი ქართული მწერლობა გარეთ ვიდექით და მე გამოვაცხადე, რომ სიცოცხლის ფასად არ შეუშვებდი სხვას თუ ნამდვილ მეპატრონეს არ შეუშვებდნენ შიგ. ვაშაძე იქ იყო, უნდა გაეხსნა და შეწყვიტა იმ წუთას ეს შეხვედრა და დაგვიბარა, გვითხრა, რომ არ ინერვიულოთ ქართველო მწერლებო, მე ერთ თვეში გადავწყვეტ ამას და ღამე გამოცხადა, რომ ვაშაძე სხვა თანამდებობაზე გადავიდა. 7 ნოემბერმაც გაიარა და თვითონ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პრესტიჟიც საკმაოდ შერყეული იყო. მითხრეს, რომ მას ჰქონდა სურვილი მწერალთა კავშირის 90 წლის თავზე სიტყვით გამოსვლის. რაზეც მე კატეგორიულად თქვი წინა უარი. დღევანდელ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ მისი კულტურის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აქცენტი ნატა ლომოურზე გააკეთა. თია წულუკიანის თქმით 2023 წელს ვადის ამოწურვის შემდეგ ნატა ლომოურს უფლებამოსილება აღარ გაუგრძელა, რადგან მიიჩნია, რომ მწერალთა სახლში ადგილი ჰქონდა ლიბერალურ ფაშიზმს, რაც მისი თქმით განსხვავებული აზრისთვის სივრცეს აღარ ტოვებდა. მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა დაგარბიათ მაშინდელი კულტურის ministris თუ არ მეშლება ნიკა იღორურობა. ნიკას დროს დაინიშნა მისი ხელდასმით ასე თქვა რომ ქალბატონი ნატა ლომოური ასე ციმციმ შეიტანეს და დასვეს იქ, სადაც დიდი ქართველი მწერლების სავანე იყო ხელმძღვანელად. 2023 წელს მას ამოეწურა მორიგი ვადა. მე აღარ გავუგრძელე მას ახალი დანიშვნა აღარ გავაკეთე. მამას მოყვა ძალიან დიდი ხმაური, პიკეტები, მიტინგები, შეურაცხყოფა, რომ თითქოს ის იყო ხელშეუხებელი. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არავითარ ჟანგბადს და სივრცეს არ უტოვებს განსხვავებულ აზრს. მან გააბატონა და გააფეტიშა ბუღაძეები და კიდევ მისთანები იმ შენობაში. დღევანდელი სხდომის შემდეგ კომისიის წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც თეა წულუკიანმა დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა და დეპუტატებს შუალედური ანგარიში წარუდგინა. ყველაზე მოცულობითი თავი შესაძლოა იყოს სწორედ ის თავი, რომელიც მიეძღვნება რეჟიმის ძალადობრივ ხასიათს, წამებას, არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, არამედ მის მიღმაც მკვლელობებს. თქვენ ყველა ვნახეთ ალბათ ის სამარცხვინო გამოსვლების ხდომებზე, რომლებიც ჰქონდა ზოგიერთ მაშინდელ მაღალჩინოსანს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი თავი, ასევე ჩვენი დასკვნის იკვეთება ის, რომ მიზანი იყო ომის წარმოება მაქსიმალურად მაღალი მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგებით. სააკაშვილი ვერ უნდა განმეორდეს და რომ ქართული ჯარი არავის და არც ერთი პოლიტიკოსის სათამაშო არ უნდა იყოს. ეს იყო არა მხოლოდ ტერორისტი, უსამშობლო ტრადიციებთან და ყოველივე ქართულთან შეუსაბამო რეჟიმი, არამედ ის რეალურად ანტიქართული პოლიტიკის გამტარებელი იყო. მე-11 მოწვევის პარლამენტში პირველი საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის წევრებს ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის და დღემდე მათი საქმიანობის შესაფასებლად ვადა 5 მაისის ნაცვლად 5 ივნისამდე ექნებათ. საგამოძიებო კომისია დღის წესრიგით გათვალისწინებული პირების გამოკითხვის დასრულების შემდეგ დასკვნას მოამზადებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რასაც პარლამენტის სხდომაზე სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცებს და შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გადაუგზავნის.